დიდი დილემა იყო ის. ანუ ყველას უყვარხარ და ანუ პოლიტიკაში შესაძაც მიდიხარ. რთულია გიპასუხოთ, მაგრამ 10 წლის შემდეგ პოლიტიკოს ლაშა ტალახაძე როგორ დაახასიათებს საზოგადოება ტოპ 5 ქართველი სპორტსმენი. მეორე ადგილზე გავიყვან. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის გადაცემა დიდი კვიზი, მე გიორგი კოკაია ვარ. სანამ გადაცემას დავიწყებთ, გეტყვით რომ ჩემი არხის სპონსორია მეღვინეობა გონაძეები. მათ აქვს 7 სახეობის პრემიუმ ხარისხის ღვინო, ამიტომ დააგემოვნეთ გონაძეები. დღეს ჩვენი სტუმარია ლაშა ტალახაძე, როგორ ახარ? მოგესალმებით, კარგად თავად. რა ვიცი, არ ამიშავს, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ გვესტუმრე და სანამ გადაცემას დავიწყებთ, გეტყვით რომ თქვენობით ვისაუბროთ თუ შენობით? შენობით. კარგით, დავიწყოთ მაშინ თქვენი ბავშვობიდან. ჩემი ბავშვობასაც შეეხება, ჩემს ბავშვობას დავიბადე საჩხერის რაიონში, 15 წლამდე ვიზრდებოდი. სპორტშიც პირველ ნაბიჯები რაიონში გადავდგი, სადაც მამაჩემი იყო ჩემი პირადი მწვრთნელი. მამაჩემთან დავიწყო ვარჯიში და შემდეგ როდესაც უკვე შედეგის მხრივაც განვითარდით, რაღაც გარკვეულ შედეგზე გამიყვანა მამაჩემმა, შემდეგ მოხვდით ეს რა ვთქვათ ახალგაზრდულ ნაკრებში და სადაც 15 წლის მერე ცოტა ადრე აღარ მქონია ბავშვობა, მაგრამ რაც შეეხება იმ წლებს, რაც რაიონში გავატარე, ჩემს სამეგობროსთან ერთად, ხშირად მენატრება ხოლმე ის პერიოდი, ის წლები, ჩემი მეგობრებიც მანამდე სპორტით ვიყავი დაკავებული, დღეს უკვე პოლიტიკით და თողაც ვერ ვახერხებ, ანუ ხშირად ჩასვლას რაიონში, რაც ძალიან პოლიტიკასაც მაქვს კითხვები, აი ძალოსანი რამდენი წლის იყავით, რო გახდით? ძალოსანი პირველად 8 წელს ასაკში მივედი, მაგრამ სულ 2 თუ 3 თვეში გამოვოდი ისევ, თავიდან ცოტა რთული სპორტის სახეობა მომეჩვენა, მაგრამ შემდეგ მამაჩემის დაჟინებული თხოვნითაც, რჩევითაც 13 წლის ასაკში დაუბრუნდი. ანუ ძალიან დიდი მადლობა თქვენს მამას. ხო. და უკვე მამაჩემი იყო ჩემი მწვრთნელი და სადღაც 2-3 წელიწადში გავედით იმ შედეგამდე, რომ უკვე თბილისში დაგვიძახეს, წამოვედი მოკლედ თბილისში ვარ. ასე შემდეგ. გასაგებია, როდის გაიგე რომ სპორტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და თამაში? როდესაც პირველი გამარჯვება მოიპოვე საერთაშორისო შეჯიბრზე 17 წლის ასაკში, მაშინ მივხვდი რომ სპორტი ნამდვილად მეტია, როდესაც შენ საქართველოს დროშა პირველ ადგილზე არის და შენ საქართველოს იმენი აჟღერდება, მაშინ ხვდებით რომ შენი კუთხით, ამ შენი სპორტით აცნობ მსოფლიოს შენს საქართველოს, შენს ქვეყანას და ყველაზე ბედნიერი წუთები არის ზუსტად სპორტსმენისთვის ეს მომენტი, როდესაც შენ საქართველოს იმით ჩაგესმის შენი გამარჯვების შემდეგ. საუბრის დასაწყისში ახსენე, რომ სასიამოვნოა და საამაყოა, როდესაც შენი ჰიმნი გესმის, როცა გადიხარ შეჯიბრზე, ესე ვთქვა და ჩვენთვის მაყურებლისთვის, რიგითი მაყურებლისთვის სახელით გესაუბრებით, საამაყოა ის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის დიდი მადლობა. საჩხერეზე როცა საუბრობდით, ესე ვთქვა, ძალიან ისეთ სახე მიიღეთ. ბოლოს როდის იყავით საჩხერეში და რა განსხვავებაა ახლანდელ საჩხერეში და მოკლედ საჩხერეში ის განსხვავება არის, რა თქმა უნდა, ისეთ შენარჩუნებულია, რაც იყო ყოველთვის, ის გარემო, მეგობრული, სიყვარული, რაც თავარია და ინფრასტრუქტურის კუთხით განვითარდით, ძალიან წინ ვართ, სპორტს დაუბრუნდები ისევ, ჩვენ გვიწევდა ძალიან ცუდ პირობებში ვარჯიში და ჩემს ახალგაზრდობაში, როდესაც შევედი ძალოსნობაში, არ მქონდა ელემენტარული შტანგარაზეც მოგვევარჯიშა რაოდენობით, ასევე ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ დარბაზში გვიწევდა პერიოდი, ბევრჯერ მახსოვს შობას, როდესაც ბავშვი მოყავდა დარბაზში, მეორე დღეს უკვე მიყავდა სახლში, იმიტომ რომ შიშით გვიყურებდა იმ დარბაზს, ან დანგრეული იყო, ჩამონგრეული იყო და რამე სავალალო შემთხვევა არ დამდგარიყო მისი შვილი, ანუ ესე ვთქვათ, მისი შვილს არ შექმნოდა ჯანმრთელობის პრობლემები იქ ვარჯიშით და დღესდღეობით მადლობა ღმერთს და რა თქმა უნდა ხელისუფლებას გვაქვს ძალიან კარგი დარბაზი, ძალიან კარგი პირობები და რაც თავარია ცოტა რეკლამასაც გავაკეთებ, იმიტომ რომ ნებისმიერ ბავშვს შეუძლია ყველაფერი სახსრების გარეშე მივიდეს დარბაზში, დახვდებიან ძალიან კარგი მწვრთნელები, გამოცდილი სპეციალისტები და რა თქმა უნდა სპორტი მოგეხსენება დღეს საქართველოში აერთიანებს ყველას და ყველაფერს და რაც მეტი სპორტსმენი გვეყოლება, უფრო მეტი წარმატება იქნება ჩვენ სპორტულ სახეობებში და ჩვენი წვრთნელები მზად არიან რომ ნებისმიერი ბავშვი მივიღოთ, ვავარჯიშოთ და კიდევ ბევრი ჩემპიონები აღუზარდოთ ჩვენს საქართველოს. ქონია ეგეთი მომენტი, როდესაც ყველაფერი შენ წინააღმდეგ იყო, მაგრამ მაინც გააგრძელე ბრძოლა. კი, როგორ არა,
რამოდენიმეჯერ მქონდა ეს მომენტი. ერთხელ მახსოვს 2013 წელს, როდესაც ჩემთან გასაკვირვად და რა ვიცი, ვიჩოს ერთგვარ ტრიალებს და ვიცი მისოს ყველას გასაკვირვად 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მივიღე სპორტში. იმ პერიოდში, როდესაც უკვე იწყებოდა აღმავლობის ხანა, ესე ვიტყოდი, სპორტულ კარიერაში. ძალიან კარგ შედეგებზე ვიყავი გასული პატარობის ასაკიდანვე და როდესაც უკვე 18-19 წლის ბიჭი შემეძლო დიდებშიც მიასპარეზა და მომეპოვებია რომელიმე სინჯის მედალი, ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა და ისე მოხდა, რომ ერთ-ერთ შეჯიბრზე, უпроსტად შიდა ტესტზე, შეჯიბრზე სულთა ვიყავი. მოვიდა დადებითი პასუხი და ეს დადებითი პასუხი ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გაიარეთ დოპინგ ტესტი და მაშინ ძალიან ესე ვთქვათ ემოციების ქვეშ ვიყავი, თავიზანებებაც კი მინდოდა უსამართლობის გამო ძალოსნობაზე, მაგრამ ჩვენას ასიკეთოთ დამიტენი ადამიანები გვერდით, ვინც ამიხსნეს და ამარიგეს და ის 2 წელი გვერდით მედგნენ და ზუსტად რა თქმა უნდა ამ ყველაფერში ოჯახი ძალიან გვერდით დამიდგა. შემდეგ ჩვენი მთავარწოლი გიორგი ასანიძე და ფედერაციაც ძალიან გვერდზე მედგა ამ ყველაფერში და ჩემი წვრილი ავთანდილ გახოგძე არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო, იმიტომ რომ ძალიან დიდი წვრილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში და ყველამ ერთად შევძელით რომ ესე 2 წელი ჩვენას ასიკეთოთ გამოვიყენე და როდესაც დაუბრუნდი 2 წლის შემდეგ უკვე დიდებში არა მედალზე ვფიქრობდით, არამედ უკვე სოფლიო ჩემპიონატზე, პირველივე დიდების სოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოვიპოვე და ასე რომ ამით იმის თქვა მინდა რომ არასდროს არ უნდა დავნებდეთ, პირიქით მაქსიმუმ უნდა გავაკეთოთ და რა თქმა უნდა ჩვენი ახლობლების გვერდზე დგომა, ჩვენი კეთილშობილები არიან აუცილებელია მაგ მომენტში და რა თქმა უნდა ჩვენ ქართველები ესე ვართ ყოველთვის რომ გაჭირვებაში არ უნდა მივატყოთ ერთმანეთს. როდესაც გიყურებდით ეკრანიდან, თუ რა სიმძიმეებს წევდით, ეგეთი დამოკიდებულება მიჩნდებოდა, რომ უფრო მეტი საწევა შეგიძლიათ. თქვენი რეკორდისა, რაც არის ფიქსირებული. მაგაზე მეტი რამდენია გიწევიათ, ეგ მაინტერესებს. დარბაზის პირობებში მაქვს საწველ ვარჯიშებზე გაკეთებული 225 კილოგრამი ატაცის ჭიჭი, აკვრის ჭიჭი მაქვს გაკეთებული 270 კილოგრამი, ორ ჭიჭი გამოდის 495. თვლი რომ კი შეგვეძლო უფრო მეტი, მაგრამ ცოტა სარისკო საკითხია, როდესაც ემზადები გარკვეული შეჯიბრისთვის, მაშინ ვერ რისკავ რაღაც მაქსიმალურ წონებზე მისვლას, რომელიც უკვე პიკს ეხება, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ხარ პლანვასთან და აქედან გამომდინარე ამ შედეგს დავკმაყოფილდით. ანუ შეჯიბრზე 492 კილოგრამი მაქვს ორ ჭიჭის ჯამში, 3 კილოთი მეტი დარბაზში, რაც ანუ დიდი რაოდენობა, ანუ მე პირადად ბევრ სპორტსმენს აქვს ეს, რომ შეჯიბრზე ცოტას აკეთებენ, ნაკლებს აკეთებენ, იმიტომ დარბაზში მე პირიქით ვიყავი, შემეძლო რომ შეჯიბრზე მაქსიმუმი გამეღო და მაქსიმუმი გამეკეთებია, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ რა ვქნა, სპორტია, დასახული მიზანი 500-ზე მქონდა, არ მომეცა იმის შანსი რომ გამეკეთებია, ბოლო წლებში უკვე ძალიან ბევრი ტრაუმა მიჩნდა თავი, მაგრამ არ აუშავს 492-ს თუ ვინმე მოხსნის, ღმერთაში არ გას. ღმერთაში არ გას, მაგრამ ჩემი დიდი სრულია, გულით ვამბობ, რომ მინდა რომ ის თუ ვინმე მოხსნის ჩემ რეკორდებს ისევე ქართველი იყოს რა. აქტუალურ თემაზე გადავალ. გისმენთ. შენი აზრით, რატომ მოწონთ ან არ მოწონთ პოლიტიკოსი ლაშა ტალახაძე? ანუ ალბათ ბევრს იმიტომ არ მოწონვარ, რომ კიდევ მეტი გამარჯვება უნდა ჩემგან, ანუ ვამბობ ის რა თქმა უნდა, ჩემი კეთილსრულია, ბევრს გული დაწყდა, როდესაც მე ეს გადაწყვეტილება მივიღე და წავედი პოლიტიკაში და სპორტში, მაგრამ ბევრმა ეს ძალიან კარგად გაიგო, იმიტომ რომ იცოდე ჩემ შესახებ ჯანმრთელობის პრობლემებიც მქონდა, უკვე აღარ მიწყობდა ხელს, რომ გამიგრძელებია და არ მინდოდა რომ ეს ჩემი გამარჯვებები რამე მარცხი დამესრულებია და ეს მაგრამ პლანები რო არ ყოფილიყო, პლანები რო არ ყოფილიყო, მაინც წავიდოდი, იმიტომ წავიდოდი, რომ რა თქმა უნდა საქართველოს ყველაზე რთულ გზას გადის და მეც სიამოვნებით მინდოდა რომ ყოფილიყავ იმ გუნდის წევრი, ვინც საქართველოს უფრო მეც გაუკეთებდა, მშვიდობას შევნარჩუნებდა და ყველასთვის თითი საჩვენებლები ვართ, მინდა ამით ვამაყობ და ვიამაყებთ ყოველთვის და თუ დღეს ვერ ხედავენ აუცილებლად დაინახავს ის ადამიანი, ვინც დღეს ჩვენ აუგად გვიხსენებს, რომ ჩვენ მართლები ვართ და ნამდვილად აი ყველაფერს ვიზავთ იმისთვის, რომ საქართველოს იყოს და იქნება აუცილებლად განვითარების გზაზე და ჩვენ ვიქნებით ღირსეულები სოფლიო მასშტაბით. დიდი დილემა იყო ის, ანუ ყველას უყვარხარ და ან პოლიტიკაში შესაძაც მინდიხარ რაღაცა რაოდენობისგან იცი რომ წამოვა უარყოფითი რეაქცია. კი, მაგრამ მაგ მომენტში უკვე ისიც კარგად ვიცი რომ
სპორტსმენი ვიყავი, გამარჯვებები მომქონდა და მაშინაც კრიტიკოსები მაშინაც იყვნენ, ვინც გლანძღავდნენ და ასე რომ შეჩვეული ვარ თქო ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ჩემთვის როდესაც ყოველთვის კარგს ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის და ბევრი წარმატება მომიტანია, ვინმეს ესე რომ ვთქვათ ან გლანძღავენ, ან მსგავსად ვერავის ვერ ვაპატიებ, ვერავის ვერ დაუქნევ თავს ამ ყველაფერს, ჩემთვის მიუღებელი არის და ესე იქნება ყოველთვის უბრალოდ ზოგჯერ გვიწევს თავში კავება რაღაცების გამო, მაგრამ ჩვენ ვჭირდებით საქართველოს ყველა ეს ღირსეული ადამიანი, ვინც საქართველოს და სწორად აზროვნებს, აუცილებლად ვჭირდებით საქართველოს, საქართველო გადის ძალიან რთულ გზას და ეს რთული გზა აუცილებლად ბოლოს იქნება გამარჯვება. ამომწურავი პასუხი იყო, დიდი მადლობა. რაიმე ისეთი გადაწყვეტილება მიგიღია, რომელიც შესაძლოა შეცდომა იყო? არა, ვერ ვიტყვი რამე გადაწყვეტილება მივიღო ცხოვრებაში, რომელიც შეცდომა ყოფილიყო, იმიტომ რომ ყოველთვის უკვირდები ჩემ გადადგმულ ნაბიჯებს და მთელი ჩემი ნაბიჯი სწორი არის და რა ვიცი, მცირე რაღაცები შეიძლება არის ვიღაც ჩვენი გადადგმულ ნაბიჯით გულივად კინოთ ვიღაცას, მაგრამ როდესაც ან სანანებლად ქონოდეს საქმე, ოდისმე ნამდვილად არა. მომენტი, რის გამოც ღირდა ცხოვრება. მომენტი, რის გამოც ღირდა ცხოვრება. ბევრი რამე არის ჩემს ცხოვრებაში, რისთვისაც ღირდა ცხოვრება. მაინც პირველი ვიტყვის ჩემს ოჯახს, შვილებს, მეუღლეს, მშობლებს და აზრს, ავი ყველა ვისთვისაც ნამდვილად ღირს ცხოვრება. ეს არის პირველი, ესე რა ვთქვათ, ჩემთვის. ამის შემდეგ ყველა ის გამარჯვება, რაც ღირებთან მომცა იმ საშუალება, რომ ბევრჯერ მეზე იმას სიხარულიც რომლები ბევრჯერ მქონოდა და რაც თავარია, რომ ვარ ქართველი რა, ამისთვის ღირს ნამდვილად ცხოვრება. კარგი, გავაგზავნოთ და მე მაინტერესებს თქვენი მწვრთნელების გარდა, თქვენ ცხოვრებაში ვინ არის თქვენი მთავარი ადამიანი? ვიტყვი რომ მამა ჩემი იყო პირველი წელი, ვინც დამაწყებია ვარჯიშია, პას ვერ დავაკნებ ამ მის ჩადებულ შრომას, მით უმეტეს რაღაც კუთხით ყველას აქვს ცხოვრებაში კარგი პერიოდი, ცუდი პერიოდი და იმ ცუდ პერიოდში და ჩემი მშობლები, დედა ჩემი, მამა ჩემი ჩემ გვერდით იყვნენ და მაქსიმუმს აკეთებდნენ თავის შვილებისთვის, რომ არ მოკლებოდათ რამე, რაც ხელს შეუშლიდათ მან ცხოვრებაში განვითარებისთვის და ვიტყოდი რომ ისედაც მეუღლე თავარი ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით არის, სამს ულამაზეს ქალბატონს მიზდის, მაჩუქა მან და ამ ხნის განმავლობაში ხშირად ვერ ვიყავი ოჯახში, ჩემი სპორტიდან გამომდინარე და ის იყო ადამიანი, რომელიც ეს რო ვთქვათ, იმ დანაკლის არ აგზნებია ჩემს შვილებს და რა ვიცი, ალბათ ქალბატონები არიან ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში. თქვენს შვილს რო კონდეს იგივე არჩევანი? დიახ. თქვენი სპორტის სახეობის. ურჩევდით თუ არა რომ? სამი ქალბატონი ყავს, სამი ქალიშვილი ყავს უბრალოდ და მათი გადაწყვეტილება თუ აირჩევენ, რატომაც არა ვთვლი რომ ყველა სპორტი მისაღები არის ადამიანისთვის, მით უმეტეს, როდესაც გვაქვს დღეს საქართველოში იმის ფუფუნება, რომ რატომაც არა, ყველაფერი ხელს გვიწყობს, ინვენტარი, კარგი პირობები, კარგი დარბაზები და თავარია მან აირჩიოს რა უნდა. მაგრამ მე დიდი სრული მაქვს, რომ სპორტსაც ვიყვნე პარალელურად, რატომაც არის ძალოსნობა იქნება, ჩოგურთი იქნება თუ რაცაც საერთოდ მინდა რომ კი რა თქმა უნდა, აუცილებელი არის ყველასთვის არ აქვს მნიშვნელობა. როგორ ბიჭი, თავარია მას უწოდეს. ვისი მადლიერია ლაშა ტალახაძე? რისი მადლიერი ვარ და უფლის მადლიერი ვარ პირველ რიგში, რომ მომცა ყველაფერი, ვიტყოდი რომ ალბათ ეს ყველაფერი უფლის წყალობა არის, უფლის ნება არის ყველაფერი და მით უმეტეს, როდესაც ადამიანს ჯერა წამს მისი არსებობა, მე ბევრჯერ მithქვას, რომ უფალი მეხმარება ამ ჩემს გამარჯვებებში, წარმატებებში, იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, სადაც შეიძლებოდა დამარცხებულიყავი, მაგრამ რატომღაც აი იმ მომენტში ინით აუხსენებელი რაღაც ხდებოდა ხოლმე ჩემს ტვინში და უცებ რაღაც ხვდები, რაღაც მოდუნეული ხარ და გული რო გიმაგდება ადამიანს და გეძლევა ძალა იმის, რომ აუცილებლად გამარჯვებული უნდა გამოხვიდე და მადლობა უფალს ყველაფრისთვის, წარმატებებისთვის, ჩემი ამაზე ოჯახისთვის და ყველა იმ ნაჩუქარ სიხარულისთვის კიდევ და კიდევ რაც განიცდია ხნის განმავლობაში. მთელი მსოფლიო იცნობს ლაშა ტალახაძეს როგორც საუკეთესო ძალოსანს. როგორ ფიქრობ 10 წლის შემდეგ პოლიტიკოს ლაშა ტალახაძეს როგორ დაახასიათებს საზოგადოება? 10 წლის შემდეგ პოლიტიკოს ლაშა ტალახაძეს როგორ დაახასიათებს საზოგადოება რთულია გიპასუხოთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ 10 წლის შემდეგ და მანამდეც იქნება ეს პერიოდი ლაშა ტალახაძე, ვისი გუნდის წევრიც არის, ჩვენი გუნდი იქნება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ
ყველა პატრიოტი ადამიანები პირველ რიგში ყველას გვიყვარს ჩვენი საქართველო და ჩვენი მთავარი მიზანია რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს და მშვიდობა იყოს ჩვენ საქართველოში. ქართულ სოციალურ ქსელში ამ ბოლო დროს არის ესეთი ტენდენცია. ამოირჩევენ ადამიანს და აბულინგებენ. ზოგიერთ შემთხვევაში გამოდით, ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოდით. თქვენზე როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი? ზოგ შემთხვევაში კი არა, მე მგონი საერთოდ არ გამოდით, იმიტომ რომ ეგ მაგ ადამიანება საქებარი სიტყვები რო გითხრას, ეგ უფრო გასაკვირი იქნებოდა და შეურაცხყოფა იქნება თითოეულ ჩვენთაგანისთვის, ვიდრე ის უშუალო სიტყვები, რასაც ისინი ხარჯავენ ჩვენს მიმართ, დიდად აღარ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ რატო აკეთებენ ამ ყველაფერს? სხვა გზა არ აქვს დარჩენილი, უბრალოდ ცდილობენ რომ ადამიანის ყოვლიდან გამოიყვანონ, შეურაცხყონ და ესენი არიან ხმამაღლა ვიტყვი და თავმოვიტყვი გაბოროტებული ადამიანები, იმიტომ რომ ბოლო წუთებს და წამებს ითვლიან ჩემი გადმოსახედიდან და მათ სხვა გზა არ დარჩენიათ იმის, რომ ხალხში რაღაც მუხტი შეიტანონ, ზიზღი შეიტანონ, მაგრამ მე ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ არა უშავს მეთქი, დროის შემდეგ ისინიც მიხვდებიან და კიდევ ვცდილობ რომ რაღაცნაირად გავამართლო მათი ეს ქმედება, რასაც არ აქვს ეს რო ვთქვათ გამართლება, მაგრამ არა უშავს ისინიც ქართველები არიან, ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან და ჩვენ ავიტათ, მაგრამ ზოგი ადამიანს ძალიან ზედმეტი მოდის, რაც მართლა, როდესაც საკუთარ თავზე შეიძლება კი არა და მართლა ბევრი ამიტანია ავიტა, მაგრამ როდესაც ოჯახის წევრები შეეხებიან, იქ უკვე ყველანაირ ზღვას ცდებიან და რა არის გასაკვირი, მე როგორ უნდა მომეშალოს ნერვები, როდესაც ჩვენს პატრიარქს შეურაცხყოფენ და ლანძღავენ, ეგეთი ადამიანებისგან უბრალოდ მე რა უნდა ვთქვა, მე ვინ ვარ პატრიარქთან შედარებით და ასე რომ არა უშავს ჩვენ მაგრად ვართ ყოველთვის და ნამდვილად არ ვაქცევთ ყურადღებას მათ და ყველათ იხარჯებიან ამაგის სხვა შემიძლია. ვისაც გულთან მიაქვს ეს ყველაფერი, მინდა იმათაც ვთქვათ, რომ არ მიიტანონ, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, მათგან კომპლიმენტი და კარგი კომენტარი უფრო გასაკვირი იქნება და ყალბი იქნება უბრალოდ იმ ადამიანებისგან და ასე რომ უხეშად ვიტყვი რა მათი ნასროლი თქვას ვერაფერს დაგვაკლებს და მით უმეტეს ის სიტყვები რითაც იხარჯებიან, არაფერი არ არის. თქვენ ხშირად საუბრობთ, რომ ნერვების კონტროლი არ გეხერხებათ. ეგრე არის თუ არა? კი, ალბათ ნერვების კონტროლი არ შემიძლია, მაგრამ ვცდილობ რომ მაინც ვაკონტროლო, მაგრამ შემდეგ უკვე შინაგანად მაინც ვედანჯე, მაგრამ ამ ბოლო დროს ვიხდი, რომ ალბათ ნერვების კონტროლის არ არის საჭირო, იმიტომ რომ ემოცია უნდა გამოხატო? ხო, უნდა გამოხატო ადამიანო ემოცია, რაც შენ სულ გაგზავნებს თავს, ალბათ ის უფრო ცუდი არის. როდესაც ნერვების კონტროლი გიჭირს, როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს რთულ მომენტში, რომ თავი დაიჭირო ესე? ხო, აი რწმენას დაუბრუნდების, რომ რწმენა არის ზუსტად ეს ყველაფერი, რაც შემდეგ ვაფიქრებიებს იმას, რომ ყველაფერი ზედმეტი ნერვულობის გარშემო შეიძლება რომ ეს ყველაფერი გააკეთო და საკუთარ თავს უნდა შეეძახო ხოლმე ადამიანო, რომ დამშვიდი დაწნარდი, არ აყო ემოციას, თორემ მე ბევრი საკუთარ თავზეც გამომიცდია და ბევრი ადამიანი მინახია, როდესაც ნერვებს აყოლია, მას ცუდი გაგრძელება აქვს ხოლმე ყოველთვის და ასე რომ შვიდი დაწყნარად ყოველთვის მიიღებს ადამიანი იმას, რაც ეკუთვნის. ყველაზე მეტად გული რაზე გწყდებათ? გული არაფერზე არ წდება, სიმართლე რომ გითხრათ რა. მივიღე 31 ასაკში მივიღე ყველაფერი, რაც მისაღები იყო და აუცილებლად ვიცი, რომ კიდევ ბევრს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ოჯახისთვის. მე მაინტერესებს თუ ყოფილა ეგეთი შემთხვევა, როდესაც ემოციების კონტროლი ვერ შეძელი და რა მოხდა? პარიზის ოლიმპიური თამაშებზე ვერ შეძელი ნერვების და ემოციების კონტროლი, მაინც ის მოხდა, რაც უნდა მოხდარიყო, მაგრამ მართლა ნამდვილად ბევრი დიდი ნერვულობა გამომივიარა, ყველაფერი დაუშვი საკუთარ თავთან. მეორე ადგილზეც გავოდი, მესამე ადგილზეც გავოდი, მაგრამ ბოლოს რა თქმა უნდა გავიმარჯვეთ. კი ბატონო. და სომეხი სპორტსმენები თუ გწერენ მადლობას, რომ პოლიტიკაში წახვიდეთ. სხვათა შორის მათი უფროსობა ხშირად წერს ხოლმე ლალაიანი წინა წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი, სომეხი სპორტსმენი, მინასიანმა სამწუხაროდ საერთოდ медали ვერ აიღო და ლალაიანი სადღაც ახალი წლის პერიოდში ჩამოსული იყო საქართველოში. კარგად ვიქეიფეთ, როგორც ჩაგვეფერება ქართველებს და გახარებულა ბერნიანი და კვაყოფილი გავუშვი ისე. როდათ რა ხო არ უკითხე, როგორ წერდიო არა, მაგრამ ნამდვილად ანუ არ მქონია აქამდე ისეთი შეხვედრა, ბოლო პერიოდში უფრო წავუგვივიდა კარგი ურთიერთობები და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ორივე მინასიანი და ლალაიანი ძალიან დიდი სპორტსმენები არიან, კარგი ბიჭები არიან და
მინდა უსრულო წარმატებები და რატომღაც შინაგანად მაინც გული დამწყდა რომ მინასიანო ვერ გაიმარჯვა სოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მე არ მივიღე მონაწილეობა. გასაგებია. ბოლოში რო გავიდეთ. მინდა რომ ჩამოთვალოთ ტოპ 5 ქართველი სპორტსმენი. პირველი რიგითობით დავყვეთ და მეხუთემდე ჩავიდეთ. პირველი ქართველი სპორტსმენი, რამდენია ხა ხუთეულში რომ შევიყვანო, ბევრს გული დაწყდება და როგორ თქვა მოვეთქვა. ტოპ 5 ქართველი სპორტსმენი. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილს მივცევდი ჩემს თოვარწვას გიორგი ასანიძეს. გიორგი ასანიძე მეხუთე ადგილი. კი ბატონო. მეხუთე ადგილზე ჩვენი მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილზე გავიყვანდი. რაოდენობა შეზღუდულები არა ვართ, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი ყავს, ასე რომ იმედი არ მიწყვეთ და უნდა თქვა რამოდენიმე სპორტზე არ გიწევთ. ყვარაცხელია, იჩა ჩვენი სასახელო კაცი და ბატონი კახი, რომელიც ეგეთი საქართველოს არ ყოლია არასდროს. ორი ჩემპიონთა ლიგა. კი ბატონო, ჩვენი საამაყო. ანუ მეოთხე ადგილი ხვიჩა ყვარაცხელია და კახა კავაცი. მესამე ადგილი. მესამე ადგილზე გავიყვან ჩვენს სასახელო სპორტსმენებს, ვინც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანეს. მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია. მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია მესამე ადგილი. მეორე ადგილი? მეორე ადგილზე გავიყვან ჩემს ლომკაც, ლომსატოვას კი მიხვდები. ჩვენს ლაშა ბექაური. ლაშა ბექაური. და იმედი მაქვს პირველზე გადავა ეგ, იმიტომ რომ კიდევ ახალგაზრდა არა წინ აქვს. ბევრი გამარჯვება და მას სიტყვა აქვს ნათქვამი, რომ კიდევ მოსაგები აქვს ოლიმპიური თამაშები. და სოფლიო ჩემპიონატი რაც მთავარი არის, უნდა მოიგოს აუცილებლად. ჩემი დიდი სურვილი არის და მისიც იქნება აუცილებლად. და ასევე მეორე ადგილზე გავიყვანდი ჩვენს ლაშა შავდათუაშვილს, რომელსაც ყველა სინჯის მედალი აქვს. ოლიმპიური, ასევე სოფლიო ჩემპიონი არის და ევროპის ჩემპიონიც არის ეს ძიუდოში პირველი, ესე ვთქვათ, მაინც პირველი სპორტსმენად ითვლება, ვისაც სამივე შეჯიბრზე საერთაშორისო შეჯიბრებებზე აქვს მოტანილი ოქროს მედლები. და პირველი ადგილზე ჩემს ძმას და მეგობარს, რომელმაც დღეს დარწმუნებული ვარ, ჩემ თვალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი არის რა. გენო პეტრიაშვილი, კი. გენო პეტრიაშვილი პირველი ადგილი, აუცილებლად პირველი ადგილი. ეს არის ჩემთვის ტოპ 5, მაგრამ ძალიან ბევრი სპორტსმენი არ მინდოდა რომ ვინმე დამრჩენოდა და ესე ვთქვათ, მაინც გავიჭედე, მაგრამ გამოსავალი არავის არ უყონია. ძალიან ბევრი და წარმატებული სპორტსმენი იყო და მით უმეტეს ბოლო წლების განმავლობაში ავიც აი საქართველოს სპორტი ნამდვილად კარგ გზას გადის და ჩემი დიდი სრულია რომ წლების განმავლობაში კიდევ შენარჩუნდეს ეს ტემპი, როგორი ტემპითაც მივდივართ ჩვენ. აი ახლა უკვე როგორ ვარ იცი, როდესაც სპორტს ჩამოვშორდი, უკვე უფრო მეტი სრული მაქვს იმის, რომ უფრო მეტად ვადევნებ თვალს ახალგაზრდულ შეჯიბრებებს დიდებში და ახლა მაქვს სრული იმის, რომ წავიდე ხოლმე ჩვენი ბიჭების შეჯიბრებებზე, არ აქვს მნიშვნელობა რომელი სპორტის სახეობა იქნება და აუცილებლად ესე იქნება ვივლი ჩვენ ბიჭების შეჯიბრზე და ლაივში გულშემატკივრებ, რაც სულ მინდოდა ხოლმე რომ ესე ყოფილიყო, რომ მეთქი სხვა როგორ შევატკივროს მეცფი რომ წავიდე და მათ შეჯიბრებებზე და აუცილებლად ჩავერთვები და ვიქნები ალბათ ერთ-ერთი მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი სპორტულ არენაზე. კარგი, დავასრულოთ გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოგზაურობისთვის. წარმატებებს გისურვებთ. საინტერესო კითხვებისთვის, წარმატებები თქვენ. ეს იყო დიდი კვიზი, ჩვენთან სტუმრად იყო ლაშა ტალახაძე.